მოგესალმებით. გადავწყვიტე გავაგრძელო იმ აბიტურიენტების დახმარება, ვინც ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას აბარებს. მოდით, ნუ მივაქცეთ ყურადღებას ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც შეიძლება ამ ვიდეოებს ახდენს. თავარია ის, რომ მხოლოდ ამ ვიდეოების მოსმენით ზღვარს გადალახავთ და ოპტიმალურ ქულებსაც დააგროვებთ. მიაწოდეთ ეს ვიდეოები მათაც, ვისაც დახმარება სჭირდებათ. გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით პირველი საკითხი არის შუამდინარეთის ცივილიზაცია, ქალაქ-სახელმწიფოები, აქადი, ბაბილონის სამეფო, რელიგია და კულტურა. და რა თქმა უნდა, შუმერებით დავიწყებთ ამ პირველ საკითხს შუამდინარეთის სახელმწიფოებს, იმიტომ უწოდებენ, რომ ორ დინარეს შორის შუამდინარეთში ევფრატსა და ტიგროს შორის ცხოვრობდნენ და აქ წარმოიქმნეს ცივილიზაციები. ბრინჯაოსგან ამზადებდნენ სხვადასხვა იარაღებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე ამზადებდნენ საბრძოლო იარაღებსაც, იმიტომ რომ როგორ იქნებოდა ძველ დროში ერთმანეთი არ ეხოცათ ადამიანებს, თუმცა ომებისაგან ეხლა წავიკავებთ ჩვენ თავს. შუმერებმა გამოიგონეს პირველი მასწავლებლად ბორბალი, რომელზეც დგას დღეს მთელი ტრანსპორტი, ეტლი და გუთანი, etc. და გუთანი დღეს სხვა რაღაცად გადაიქცენ, გუთანი დარჩა, მაგრამ მაინც. გაჩნდა პირველი ქალაქ-სახელმწიფოები, ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ და მათ ყავდათ არჩეული მმართველობითი ორგანო, უხუცესთა საბჭო. საინტერესოა რა, სრულწლოვანი მამაკაცებისგან შედგებოდა ეს, ქალებს ეთყობა მაშინ ჯერ კიდევ არცემდნენ პატივს, იმიტომ რომ მატრიარქატი იყო. მერე ამ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის დაუნდობელი ბრძოლა ატყდა დედაშვილს არა აიყვანდა, როგორც ხდება ხოლმე საერთოდ ისტორიაში ეს მერჯერ დავინახავთ უკვე ჩვენ ამის შემდეგ, რომ ერთმანეთს ხოცავდნენ პიროვნების ადამიანები. პიროვნებაში ხა ერთმანეთს კი ეჯიბრებოდნენ სირბილში რაღაც კროსი კი არ იმართებოდა ან რაღაც დოღი. ვინ გაიმარჯვდა, ვინ იბატონებდა სხვაზე, ეს იგულისხმება ამაში. ეხლა აქადი 24 საუკუნეში ქრისტეს შობამდე შუმერების მეზობლად წარმოიქმნა სემიტური აქადის სამეფო. სემიტური ნიშნავს, რომ სემი შთამულები იყვნენ და თუ ვინ იყვნენ სემი მერე სხვა დროს გეტყვით, ეხლა დრო არ დავგარკვოთ ამაში ჩვენ. ამ აქადის სამეფო დანარჩენი შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები დაიპყრო და გააერთიანა ძლიერი შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც განსაკუთრებით გაძლიერდა სარგონ პირველი და მისი დაპყრობით ომები გრძელდებოდა. მოგვიანებით მერე უკვე სარგონის შემდეგ ქალაქ-სახელმწიფოები აჯანყებებს იწყებენ და ეს ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მთავრდება. ეს რაც შეეხება სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რელიგიას საინტერესო არის, აღმერთებდნენ ცხოველებს, ყავდათ ადამიანის ტანით გაღმერთებული ცხოველების გამოსახულებები, ფრინველების თავი შეიძლება ქონოდათ ადამიანის ტანით, ასე შემდეგ. მათ ქალაქის ცენტრში დგა ზიკურათი მიაქცეთ ყურადღება, რომელიც თავარი სადადრო ქალაქი იყო და ქურუმები ტაძრის მეურნეობის გამგებლებიც იყვნენ. შუმერების წვენით გარდაცვლილი ადამიანი მიდიოდა საიქიოში, ანუ მოუსწავლეთის ქვეყანაში. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ შუმერებმა მზის, მთვარისა და პლანეტის მოძრაობის თავისებურებიც კი შეისწავლეს. წარმოგიდგენთ, ახლა კომპიუტერით გაგვიდებით ყველაფერს და მაინც არ იცის ზოგმა ასტრონომია. შეადგინეს კალენდარიც. თიხის წიგნები, ეგრეთ წოდებული, რომელიც თიხაზე იწერებოდა, მოგვითხრობენ იმას, რომ მათ შეუქმნიათ მათემატიკის, გეომეტრიის საფუძვლები, პირველ მსოფლიოში გამოუგონებიათ ციფრების აღმოჩენილი ნიშნები და იყვნენ, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, მშენებლები და ხელოვნები და საოცრება იყო ეს ზიკურათიც, როგორც არქეოლოგები ადასტურებენ, მე პირადად არ მინახავს უშუალოდ იმ ადგილზე, რა თქმა უნდა. ესე იგი, აქ მივაქცეთ ყურადღებას, სად ცხოვრობდნენ შუმერები, რას საქმიანობდნენ შუმერები, რა გამოგონებები უკავშირდება შუმერების სახელს, რას უწყობდა ხელს მერე ეს მათი საქმიანობა, როგორი იყო საქალაქო სახელმწიფოები მოწყობილი, რას წარმოადგენდა აქადის სამეფო, ვინ იყო სარგონი და რა გააკეთა მან შუმერებისთვის, რა რელიგია ჰქონდათ, რა მიღწევები ჰქონდათ და ეხლა გადავდივართ თემის მეორე საკითხს, ეს იყო ბაბილონი, რომელიც ასევე შუამდინარული სახელმწიფოა, რომელიც ძველი წელიწადის მე-20 საუკუნიდან ჩნდება არენაზე, შეიძლება ითქვას. არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოვიდნენ ტომები, ამორეველი ტომებს ეძახდნენ მათ, მომთაბარეები იყვნენ, შეიჭრნენ შუამდინარეთის ტერიტორიაზე და დამკვიდრდნენ, გაჩერდნენ ეს პატარა სამეფოში. ეს იყო ბაბილონი, რომელიც აკადურად ნიშნავს ღმერთების კარიბჭეს. წარმოგიდგენთ, ყველა კარიბჭის იგივე ვეღარ წავიდნენ შემდეგ. დაკ, საბაბილონი ძალიან ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობდა, მას მფარველი ღვთაებაც ჰყავდა, ღვთაება მარდუქი. ევფრატის ნაპირზე იყო გაშენებული იმ ორი მდინარიდან, ევფრატის ორივე მხარეს, რა თქმა უნდა. არსებობს სხვათა შორის სამგანზომილებიანი ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ YouTube არხზეც. ეს ხელსაყრელი მდგომარეობა ხელს უწყობდა მასწრაფ განვითარებას და განსაკუთრებით გამოირჩეოდა მისი პირველი დამაარსებელი, უფრო შეიძლება ითქვას, გამაერთინებელი მეფე ჰამურაბი, რომელიც ძველი წელიწადის მე-18 საუკუნეში მეფობდა. სრულად ახალგაზრდა ავიდა ტახტზე და ძალიან საინტერესოდ გახდა მეფე, გახდა გამოაცხადა თავი 4-ვე მხარის მეფე. და გამოიცანეთ რა იქნება 4-ვე მხარე, რა თქმა უნდა, დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი. მას შექმნა პირველმა კანონთა კრებული, რომელიც 292 მუხლისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე, ჰამურაბს რო კითხავენ, ვინ იქნება პირველი კანონმდებელი მეფე ისტორიაში ვინ ითვლება, თქვენ ეტყვით, რომ ეს იყო პირველი კანონმდებელი მეფე იყო ჰამურაბი, მაგრამ ვინ გითხავთ ახლა ამას ყოველ შემთხვევაში თუ გამოსთაზე შეგვხვდებათ ეს საკითხი.
და შეგიძლიათ ნახოთ კიდე თუ დაინტერესებით რას შინაარსის იყო ეს ჰამურაბის კანონები, ხა საკამოსოდ ეს რა შინაარსი იყო არ მოვა აიქ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაინც თუ დაინტერესებით ნახოთ. ხელახალ გაძლიერებას, რომელიც ძველი წელიწადის მე-7-მე-6 საუკუნეებში მოხდა ბაბილონის ახალ სამეფოს, ანუ ქალდეურ ბაბილონსაც უწოდებენ, ქალდეურს, იმიტომ რომ ქალდეველმა ტომებმა ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში, განსაკუთრებით გაძლიერდა ის ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდში, რამ ხელა სახელია ძველი წელიწადის მე-7 საუკუნეში და მე-6 საუკუნეში მეფობდა ეს კაციც, რომელიც გაუმეზობლდა დაუკავშირდა მიდიის სამეფოს, მისი ასული შეერთო ცოლად, იმიტომ სიძეცი იმამ შორის უფრო გაადვილდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკის წარმოება და ერთობლივად ლაშქრობდნენ ისინი სხვა გარშემო ტერიტორიებს, მათ შორის პალესტინაში აღსანიშნავია ქრისტეს შობამდე 597 წლისთვის იერუსალიმის ლაშქრობა, იქ აგებული სოლომონის ტაძრის დანგრევა, როდესაც ებრაელი ტყვეები შემდეგ წაიყვანეს და ბაბილონში გადაასახლეს და ბიბლიაში დაწერილია ეს უკვე ბაბილონური ტყვეობა. აქ მივახცეთ ყურადღებას ესე იგი, რომელმა ტომებმა დააარსეს ბაბილონი და გითხარით რომ ამორეველებმა მეთქი რა უწევდა ხელს მათ თანთან განვითარებას და გითხარით რომ ეს იყო ხელსაყრელი მდებარეობა, რა ტაქტიკა გამოიყენა ჰამურაბმა, როდესაც გახდა ის ხელისუფალი, რით იყო განსაკუთრებულად გამორჩეული, როგორი ხასიათის იყო ჰამურაბის კანონები, ეს თქვენ ნახეთ თვითონ მეთქი, რატომ დაითქვა მას ქალდეური ბაბილონი, ვინ იყო ნაბუქოდონოსორი და ასე შემდეგ. ეს არის მოკლედ პირველი გაკვეთილი, შემდეგში ეგვიპტეს შეგასწავლით შემოკარგებო, მთავარია მოусმინოთ ამ ვიდეოებს და ყველაფერი კარგად იქნება და პირადად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ უფრო მეტი გინდათ ინფორმაცია შეიძინოთ წარმატებები.